მშვიდობისა მონადირეებო. დღეს ვაპირებთ მე და გოგა ძალიან საინტერესო ლოკაციის მონახულებას, რომელიც დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ ქართველს და არა მარტო ქართველს გულს უხარებს ხოლმე. გოგა, სად მივდივარ? სად მივდივარ? ჩემი მალენ და მივდივართ ვაშლოვანის ნაკრძალში. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენს მაყურებელს უკვე ნანახი აქვს ჩვენი ვოიაჟი ლაგოდეხში და არც თუ ისე ცუდი ფილმი გამოვიდა, მე მგონი ისიამუნა ჩვენმა მაყურებელმა და ეხლა გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ არენაკლებს გადავიღებთ ვაშლოვანში და ძალიან ლამაზ სანახაობას და თუ გაგვიმართლებს ჯეირნების ფარასაც ვანახებთ. არის მაგის საშუალება რომ გადავიღო. ძალიან დიდი იმედი მაქვს რაღა დაგიმალო და სავარაუდოდ მე არ ვიცი არ ვარ ნამყოფი რა არ მინახავს, მაგრამ ლოკაციას იცვლიან ალბათ, მაგრამ სადღაც ისეთ ადგილებზე იქნებიან რომ მივაგდეთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს. ყოველ შემთხვევაში სპეციალური ლინზა მოგვაქვს, იმედია მოვახვედრებთ კადრში. მოკლედ მეგობრებო, არ გადაახვიოთ, იყავით ჩვენთან და გვიყურებთ. ჩამოვედით დედოფლის წყაროში, როგორც იქნება, ჩამოვახციეთ. ძალიან სასიამოვნო განწყობა მაქვს, რაღა დაგიმალო და მეც ამაღლებულ განწყობაზე ვარ, იმიტომ რომ ამინდი ხელს გვიწყობს, ძალიან მზიანია, ძალიან ნათელი არის ყველაფერი და მე ესე მგონია, რომ ულამაზეს კადრებსაც ვიხილავთ. მოდი, ორი სიტყვით რა ვთქვათ, იცი, ალბათ ხალხს აინტერესებს თუ როგორ შეიძლება მოხდეს ვაშლოვანის ნაკრძალში და რა პროცედურები არის ამისთვის გასავლელი. მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, ხო, მეც ესე მგონია. დავიწყებ იქიდან, რომ პირველი განაცხადი დავწერეთ რამოდენიმე დღის წინ ონლაინ, ძალიან კომფორტული არის, არსად მისვლა არ გჭირდებათ. ონლაინ ავსებთ განაცხადს საზღვრის დაცვის დეპარტამენტში. სახელი, გვარი, დაბადების ადგილი, პირადობის ნომერი. მოკლედ, ყველანაირი ის ინფორმაცია არის აპლიკაციაში იქნება მითითებული და დააჭერთ სენდს და მეილზე გააგზავნით დეპარტამენტში რამოდენიმე დღეში ძალიან სწრაფად და კომფორტულად მოგივათ პასუხი. შემდეგი დანიშნულების პუნქტი იყო გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო, სადაც მივედით, დავხვდა ძალიან სასიამოვნო ქალბატონი ნინო, მოგვითხრა ქალბატონ ნინოს. იქაც ავიღეთ საშვები შესვლაზე. 5 ლარი არის გადასახდელი ფიზიკურ პირზე და 5 ლარი არის გადასახდელი მანქანაზე, თუ მანქანით გნებავთ შესვლა და აუცილებლად მანქანით უნდა შეხვიდეთ. ფაქტობრივად მიზერული ფასი არის, ხო? აი, არაფრის მომცემი უნდა გაიღოს ადამიანმა, მე რომ მკითხო სიმბოლურია რა, რაზეა საუბარი, რა. ქალბატონი ძალიან სკრუპულოზულად გვიხსნიდა, როგორ უნდა მოვიქცეთ დაცულ ტერიტორიებზე. ძალიან გთხოვა და გაგვაფრთხილა, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მოგვეწოდებინა ჩვენი მაყურებლისთვის, რომ აქ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ნადირობა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არანაირი უკანონო ქმედება, რაც კანონს ეწინააღმდეგება. ასევე მოგვიყვა ძალიან სავალალო შემთხვევის შესახებ, რომ შესულები იყვნენ ვიღაცები, ვინც დრონით ისე გადაიღეს ქურციკები, რომ პრაქტიკულად დევნა დაუწყეს და ძალიან გთხოვა, რომ არ შეგვეწუხებინა ქურციკების მთელი ეს პოპულაცია, რომელიც ჩვენდა სასიხარულოდ ამბოლო წრებში როგორც იქნა ამოიქაჩა და როგორც იქნა გამრავლდა. და თითოეული ჩვენთაგანი ზვალია მალე, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ გამრავლებაში, მოფერებაში და რაც მეტი იქნება, ყველა უკეთეს. შეძლებს და გვარად. იცი რა მახსენდება, რომ თუ არ შეგიძლია რამე გააკეთო, კემაის გააფუჭებ მაინც ადამიანო რა. მოკლედ, გამოყევით, გვიყურეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ლამაზ კადრებს იხილავთ და თქვენი შემდეგი ვოიაჟი ვაშლოვანის ნაკრძალში მინდა ვიმედოვნო, რომ ჩემი და მალენის წყალობით უფრო სასიამოვნო და სასიხარულო იქნება. გამარტივებული ფორმა.
მეგობრებო, მოვედით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ლოკაციაზე, ვაშლოვანს. იმდენად მდიდარი და იმდენად ლამაზი კადრები გონებია, რომ რა ვიცი, ამას თქვენი თვალით თუ ნახავთ, თორე ჩვენ კი ვეცდებით გადმოგცეთ. როგორ შეგრძნებას ბადებს? შვენიერს. როგორ შეგრძნებას უნდა ბადებდეს, როდესაც გახარ და თვალუწვდენელი იქითკენ მინდვრები ჩანს. აი აქ ძალიან საინტერესო მთის მასივი. თავისებური სილამაზე აქვს ამ ნახევრად უდაბნოს, რა მოდი ესე ვთქვათ რა. ძალიან უცნაური ლანდშაფტი არის. უცნაური, აი როგორ თქვა იცი, ყოველდღე რო ვერ ნახავ რა, აი ესეთი ლანდშაფტი. ამაში არის მომხიბლელობა, მე რომ გითხო და საერთოდ მოდი ახლა უთხრათ უკვე სად ვართ და როგორ ვართ. სულ რაღაც 300 მეტრის მოშორებით დავტოვეთ ნიშნული რომ შევედით უკვე დაცულების ტერიტორიაზე და ვართ ვაშლოვანის ნაკრძალში. ეგ სხვათა შორის მახარებს რომ აღნიშნა არსებობს მონადირეებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის ალბათ თქვენს დამეთანხმებით მაყურებლებო. ხო, ვერავინ ვერ იტყვის რომ არ ვიცოდით ისეთ ტერიტორიაზე ვართ, არის ნიშნული გზაზე, ვერ მოედავები ადამიანს რა. როდესაც ჩვენ სააგენტოში მივედით ნებართვის ასაღებად იქ ქალბატონმა ძალიან ისე გაგვაფრთხილა რომ გველის საშიშროება არის. მე რა. ვთხოვა რომ ფეხქვეშ იყურეთო, ამიტომ ყველა ტურისტს რომელიც ვაშლოვანში წამოვა დასათვალიერებლად მოუწოდებ რომ ფრთხილად იყოს ფეხქვეშ იყუროს და აქვე დაგვამშვიდა რომ მტერს დაავს თუ ვინიცობა რამე იქნა აუცილებლად სანამ ჩამოხვა მანამდე რომ ტელეფონით გააგებინო და დედოფლის წყაროს რაიონში ნამდვილად არის ანტიგიურზინი რომ თუ უბედური შემთხვევა დადგა დაცული იყოს მეტნაკლებად ადამიანი. ძალიან მაგარი მომსახურება არის სხვათა შორის, იმიტომ რომ მე მახსოვს იყო პერიოდი საქართველოში, როდესაც ანტიგიურზინი უბრალოდ ფიზიკურად არ შევებოდა. და მიხარია რომ დღესდღეობით ეს პრობლემა მოგვარებული არის. ეს ტრაფარეტი გვამცნობს რომ 2004 წლებში ვაშლოვანის ნაკრძალში იყო დაფიქსირებული ზუსტად ეს ჯიქი, ლეოპარდი. როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ვიმყოფებით ახლა ვაშლოვანის ნაკრძალის დასაწყისში. მთლიანად ტერიტორია რამდენად ჩემთვის ცნობილი არის 35,000 ჰექტარი. თუ სწორად მახსოვს, გასული საუკუნის 20-იან წლებში დაფუძნდა ეს ტერიტორია როგორც ნაკრძალი და იმის შემდეგ სახელმწიფო იცავს. Hi. I'm George. Leah. Nice to meet you. Hi, I'm Eric. Nice to meet you. Where are you from, guys? I'm from Holland. Wow, great. I'm from Germany. Nice to meet you here in How about Georgia. you? I'm Georgian. I'm from Tbilisi. Oh, nice. We're making a movie about this place, so that's why I'm filming you. I have my own blog. I just thought you have a lot of nice equipment. Yep, yep. Nice. About Vashlovani National Park. Exactly. It's your first time in Georgia? 3 years ago. 3 years ago, yeah. And then mostly to the northwest, around North. Svaneti. and yeah. Uzgul is great, but have you ever heard about Tusheti? Tushetia. Yeah. Go there, guys. You will love it. Nice. Yeah. Okay, enjoy your stay. Thank you very much. Have a nice time. Have a nice time. იუნკები. ასე ქვია ადგილს, სადაც ახლა მე და მალენი ვიმყოფებით. ეს არის პირველი ლოკაცია, რომელიც შეგეჩეხებათ როგორც კი ვაშლოვანში შემოხვალთ. იმ გადასახედიდან არის ალბათ ერთი 150 მეტრი მალე, სადაც სტუმრები შეხვდა, ხო? სადაც სტუმრები შეხვდა. Hello guys, მოვიკითხოთ ჩვენი უცხოელი სტუმრები და ძალიან გვიხარია მეც და მალენსაც რომ ქართველი ტურისტების მიღმა უცხოელი ტურისტები გვხვდება. არც თუ ისე ნაკლებად, შეიძლება უფრო მეტათაც კი. ხო, უბრალოდ ჩვენ გვერიდება მეგობრებო ხვდებით, ახლა ყველასთან ვერ მივვალთ ესე პირდაპირ კამერით ვერ მივაჭრით, მაგრამ იცოდეთ რომ საქართველოს ყავს ძალიან ბევრი სტუმარი, იმიტომ რომ 7 ქვეყანაა. ეხლა კი, აი ესეთი მცენარე არის. სავარაუდოდ, მარლენ, ალბათ ეს არ არის ადგილობრივი
ჯიში, ხო? მე ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს უნდა იყოს საერთოდ ხელოვნური განაშენიანება. თუმცა წარმოდგენა არ მაქვს ვის მიერ არის. აი საინტერესო კი იქნებოდა. ხალხო, ბიოლოგები, რა ვიცი. ან ვინმე თუ იცით ხალხო, დაგვიწერეთ რა კომენტარებში, ძალიან გვაინტერესებს. ხო, ნამდვილად საინტერესო არის რა, ნამდვილად საინტერესო არის, იმიტომ საქართველოს სხვა რეგიონებში გვხვდება ესეთი რამ, მე რაღაც ამდაგვარი მინახავს. ამას ქვია დრაცენა, თუ არ მეშლება რა, მაგრამ შეიძლება სხვანაირია დრაცენა. ბიჭო, შეიძლება მოკლედ რაღაცა აი ამდაგვარი ამ ოჯახისებრ და ასე ვთქვათ. ნამდვილად თვალში მაქვს მოხვედრილი და ამიტომ მალე ვთხოვოთ ჩვენს გამომწერებს, თუ ვინმეს ხელეწიფება ეს ინფორმაცია მოგვაწოდოს. თუ ვინმეს ხელგეწიფებათ ეს ინფორმაცია, ჩემო მეგობრებო, ძალიან გთხოვთ მოგვაწოდეთ, ძალიან გვაინტერესებს რა მცენარია და თუ ისიც იცით ვის მიერ არის ეს განაშენიანებული, ძალიან გაგვახარებს რა. გამოგყვევით, ბევრ საინტერესოს ნახავთ კიდევ ჩვენთან ერთად. აქედან ფეხით ჯობია ნამდვილად დათვალიერება ამ ყველაფრის რა. თუმცა არ ვიცი ხა სიგრძე რამ ხელა აქ ამ ყველაფრის, მაგრამ ნამდვილად ღირს რა, ფეხით გასეირნება. უმაგრესია. იუნკების შემდეგ ჩვენი მოგზაურობა ვაშლოვანის კანიონში გავაგრძელებთ. გზადაგზა საოცარ ხედებს ვაწყდებოდით. მიხვეული გზა უხვად გვთავაზობდა წარმტად სანახაობას და ყოველი მოსახვევის შემდეგ განსხვავებული ხედებით გვარგლობდა. ჩვენც გულმოდგინედ ვათვალიერებდით ყოველივეს და სიამოვნებით ვისრუტავდით თითოეულ კლდეს, მთას, წამონაზარსა თუ ქარაფს. ჩვენი პირველი გაჩერება მერცხლების ქალაქი იყო, სადაც 1000-წლოვან კლდეებზე უამრავი ბუდე დაგვხვდა აშენებული და ასობით მერცხალი დაფრინავდა და ჟღურტულებდა, რაც ფრიად სასიამოვნო სანახავი იყო. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. პანტიშარა დათვის ხევის მარშრუტი. აი ესეთი საინტერესო ბანერი არის გაკეთებული ქართულ და ინგლისურ ენაზე. აკრძალულია. ესეც ჩამონათვალი რა არის აკრძალული. რა არის? აი გასულს ლაგოდიხში როგორც იყო, ნუ ნადირობა თავის თავად, აი ბატონო. პირველ რიგში არა, სხვა შორის მე-6 რიგში. მე-6 და ძალიან მაინტერესებს ის კოტეჯი. მე კიდე უნდა ვნახო, აი ეს ამბავი, ნახე აქ რა კაი რაღაცა წერია. რა თქმა უნდა. საქართველოს ეროვნული პარკები და ნახე რა კაი ვარიანტები არის. ნამარხი მოლუსკები. ანუ ეს ყველაფერი ეთყობა აქ. რასაც შენ ეძებდი და ვერ ვთხოვე. ხო, ჯერ ვერ მივაგენი რა, შეიძლება მე ვარ უყურადღებო. ეს რა არის? ნამარხი სპილოს კბილი. ბილი. რას ლაპარაკობ? აქ სპილო შეიძლება დაყოლიყო. აბა ეს რა არის შენი აზრით? ეს არის სპილო ცუდ დღეში. ეს არის სპილო ცუდ დღეში. ნამარხი სპილოს ბეჭი. ანუ ანა ბეჭდი, ან ბეჭი. ხო, ეთქობა. რაღაცა ამდაგვარ. აი ესეთი კოტეჯი გვაქვს. მე რამდენადაც ვიცი, კოტეჯები ქირავდება აქ, ხო? ეს სხვა კოტეჯები არის. ეს სხვა არის. ეს არის კოტეჯი, რომელსაც გაქირავება არ ესაჭიროება? ხო, ნუ ეს არის კოტეჯი, სადაც შეგიძლია წვიმის, ქარის და ავდარის დროს თავი შეაფარო. თავის შეფარება ძალიან გაჭირდება. ხო? ხო. და რატო გამოწიეს ტალახმადო წვიმა? ანზე უნდა იყო, გოგა. არ მოტყდება ბიჭო. არა, არა. აჰა, გამოტეხავს. მოკლედ რა, ვერ გავზარდე რა. მოტყდა? ჯერ არა, მაგრამ ყველაფერი მაკეთებელია. აქ შეგიძლია, რა ვიცი, კარავია რა. კი, კი. პარალონი დადევი, კარავი და შეაფარე, აშკარად კარგად შემოდის. წყალი კარგად შემოდის ხოლმე, ხო, წყალი აშკარად კარგად შემოდის, აქ რაღაცა უნდა ეშოვოს. აი ნახე როგორ არის ამოშენებული იყო ალბათ და დაანგრია რომ ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში ნუ აქედან წყალი რო ჩამოედინება ფაქტია.
და ამ კოტეჯშიც ნაწილობრივ შედის. ეს რვარი უკვე კარგია და აი ეს რო ხო არ გცხელა? პანტიშარას დათვის ხევი ქვია ამას, ხო? დიახ. როგორი სილამაზე არის. ძალიან ფრიად. და სიჩუმე და სიწყნარე და აი რაღაცა სიველურის განცდა არის, რომ ველურ ბუნებაში ხარ. რაც გვაკლია ეხა მე და მალინს ძალიან, მაგრამ ხუსია. დათვის ხევის მიმდებარედ, როგორც იქნა აღმოვაჩინეთ პანტიშარას ხევის ცნობილი ლოკოკინები, რომელთა ასაკიც 10,000-ობით წელს ითვლის. გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ მათი ნახვა მოგზაურობის დასაწყისშივე გულში გვედო. სამწუხაროდ, ეს ულამაზესი ხეობა ძირეულად ვერ მოვინახულეთ, რადგან წინ სამუხის ველი და ქურციკები გველოდებოდა. ანუ შენ გგონია რომ აი ის გამოქვაბული რომელსაც ჩვენი ოპერატორი გიორგი მალი განახებთ არის ადამიანის ხელით ნაკვეთს გავს ყოველ შემთხვევაში. ხო, მაგრამ ბიჭო მისასვე რა იყო თოკით ჩადიოდა მაგას. ნახე თუ დააკვირდები ლანდშაფტს შეგზნებასავით არის რომ აბიხარ. შეგზნება სტოებსო თითქოს ეგ ადგილი უკვე დაწეული არისო. ანუ შეიძლება თავის დროზე იმ ადგილზე იყო აი ეს ყველაფერი რაც ახლა ჩამოწეულია და ჩამოშლილია დაბლა. ხო, ნუ გამორიცხვით, ვერაფერს ვერ გამოურიცხავ. ზუსტად რაც შემილია რომ გითხრათ რომ ულამაზესი ხედი არის. ელდარის დაბლობზე ქურციკების დევნა ავტომანქანით და დრონით გადაღება აკრძალულია. ძალიან გულდასაწყვეტი არის, როდესაც ამაზე ყურადღების გამახვილება ჭირდება მესვეურს. იმედია, როდესმე გავიზრდებით ჩვენც და გვეყოფა კულტურა, ჩვენ თვითონ მივხვდეთ რა როგორ და რანაირად. ეს ალბათ ხვდებით ხო მეგობრებო? ჩვენი ლამაზი ქურციკების კვალია. უკვე ძალიან ახლოს ვართ. ძალიან მაგრად გაგვახარა, ერთი ქურციკი უკვე გადავიღეთ, დავინახეთ, ბედნიერები ვართ. ბავშვები ვიხარია, ხო? და ყველაზე მეტად ის მახარებს მე ამ ბავში, რომ ძალიან მშვიდად გადაადგილდებოდა, საერთოდ არა აქვს შიშის განცდა. ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ დაცული ტერიტორიები ნამდვილად დაცული არის რა. ის საფრთხეს ვერ გძნობს. ფანტასტიკური განწყობა აქვს თვითონაც და ფანტასტიკურ განწყობას გვიქმნის ჩვენც. ეხლა კი ვაგრძელებთ გზას, დავდივართ მინდორველად და ვეძებთ ამ ჩვენს ქურციკებს. სამუხის ველმა უდაოდ წარმტაცი სანახაობა შემოგთავაზა. ვიხილეთ 14,000 ჰექტარზე გაშლილი ულამაზესი მინდორი, რომელიც უხვად იყო გაჯერებული ჩვენთვის ასე სანატრელი ქურციკებით. ფრიად სასიხარულო იყო მათი ხილვა ჩვენთვის ასე ახლოდან და იმის გააზრება, რომ ადამიანს არ უფრთხოდნენ. როგორც სააგენტოში გვითხრეს, ამჟამად მათი პოპულაცია 1000-ზე მეტია და ყოველწლიურად იზრდება. აი, მარლენ, გაჩერდი, აი. ხედავ, 11 საათზე. ბევრისთვის ალბათ ცნობილი არაა, რომ ქურციკები საჩუქრად მეზობელმა აზერბაიჯანმა გადმოგვცა. ისტორიულად ამ ტერიტორიაზე ქურციკი მუდამ ბინადრობდა, მაგრამ სამწუხაროდ უკონტროლო ნადირობის შედეგად წინა საუკუნეში გადაშენდა. ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს საფუძველს დავფიქრდეთ, თუ რამდენად საზიანოა ბრაკონიერობა ბუნებისთვის და რამდენად სარგებლის მომტანია სწორი სელექციური ნადირობა, რომელიც ხელს უწყობს ცხოველთა პოპულაციის გამრავლებას. მეგობრებო, ამით დავასრულეთ ჩვენი მოგზაურობა ვაშლოვანში. ვოიაჟი. ძალიან ნასიამოვნები დავრჩით ჩვენ და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ფილმით თქვენც ისიამოვნეთ. ძალიან ბევრი ლამაზი ქურციკი ვნახეთ, ძალიან ბევრი ლამაზი ადგილი ვნახეთ, მაგრამ ძალიან
ნასიამუნები ვართ და შტაბიჭლებით ვართ დატვირთულები და მე მგონი ჩვენი მაყურებელიც ჩვენს ბანაკში არის როგორც სიტყვია რა. ხალხო, გაუფრთხილდეთ ამ სილამაზეს, გაუფრთხილდეთ ამ ცხოველებს, ამ ფრინველებს, ამ ფლორას, ამ ფაუნას და საერთოდ გაუფრთხილდეთ საქართველოს. ხო ვართ ქართველები, ხო გვიყვარს ჩვენი. ნამდვილად კარგი სიტყვა, ძალიან მომეწონა. მეგობრებო, მოკლედ ამით დაგემშვიდობებით, გამოიწერეთ ჩვენი არხი, იყავით ჩვენს გვერდში. იმეგობრეთ ჩვენთან, იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად, ინადირეთ ჩვენთან ერთად, ითევზავეთ ჩვენთან ერთად, იკვებეთ ჩვენთან ერთად და საერთოდ იყავით ჩვენთან ერთად და ვიმეგობროთ და ვიძმაკაცოთ. მომავალ შეხვედრამდე.